მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან ბევრმა მთხოვა გადამეღო ვიდეო რა ხდება ფორმულა დრიფტში PTS-ი. რამოდენიმე თქვენგანმა იცით რომ მე ვარ ფორმულა დრიფტში, ერთ-ერთი გუნდის წევრი, დენ პარკეტის გუნდის წევრი. ვეხმარები, ასევე ვიღებ მედიას მისთვის. თავარი მედია გაივარ, ასე რომ ვთქვათ. ვინც უკვე იცოდით რომ ვარ ფორმულა დრიფტში, ძალიან ბევრი თხოვნა მოვიდა რომ გადამეღო ვლოგი რა ხდება კადრს მიღმა ფორმულა დრიფტში. დღეს გადავწყვიტე რომ გადავიღოთ. დღეს ვარ ნიუ ჯერსიში, ინგლიშ ტაუნში, მეოთხე ეტაპი არის და ნახოთ როგორ წავა ეს ვიკენდი ჩვენთვის. ბიჭები ემზადებიან, მანქანას ამზადებენ, როგორც ხედავთ უკვე სეტაპი გავაკეთეთ ტენტის და მზად ვართ უკვე, ასე რომ ნახოთ რა იქნება ამ ვიკენდზე. So, what we should do is, does it have to be running to do that? Do what? No. For us to see if it'll like compensate for itself? You're faking it with the... სანამ დრო გვაქვს, მოდი ვნახოთ რა საბურავებს ხმარობს ტენი დრიფტის დროს. აქეთ არ ჩანს. აი ეგ ჩანს. 295-40-18-იანები. დისკები არის 10.9 J. აქ არის ახალი საბურავები უკვე. J 295-ზე. სირბილი არის 200. არ ვიცი როგორ ქვია ქართულად. Threadwear არის 200. წნევა არის დაახლოებით 12 PSI. არ ვიცი რამდენი არის ბარში. 0 რაღაცა იქნება. 0.5-0.6 ალბათ ბარში. ძალიან დაბალ წნევაზეა. ეს მანქანა არის დაახლოებით 1200 ცხენის ძალაზე ნიტროთი. 1100 რაღაცა ჩვენა დაინოზე საბურავზე სხვათა შორის. ძალიან მომზადებული ასე რომ. Oh my god. Georgianians. Yeah. You see. That's a word I made up specifically for Georgie. I'll tell you guys about it. No. ესე მე მაიმუნება Georgian guys, მაგრამ ეს Georgianian. მე მგონი არ არის ცუდი ვარიანტი. ეს მეორე დღეა, პირველ დღეს ანუ გუშინი მომხდოდ სეტაპი ტენტის. ეს უკვე პრაქტიკის დღეა და სიბინგის. დღეს გვიწევს გარბენები. ასე რომ ნახოთ რა იქნება. როგორც ვიცი, პირველ რანს გაივლის ბაირანს ტენი და შემდეგ ჰურსტსა და არ მახსოვს. მე მგონი ოსალივანსა და ჰურსტს შორის გამარჯვებულ შეხვდება სიტინგში. მოგვიყენა გრუსკი თავისი ავტობუსი, რომელიც ბოლავს. იმედია გაგშავს. ცოტა ხანში თორე ავტობუსი. What's up, man? Hello, dude. You wanna say something about today or this round? Well, today's Jersey, pretty flat track, easier track, but also harder at the same time. That's the equalizer, so it should be fun. And all the cars are pretty similar, but like until the end it gets crazy. So we'll not check on the car and it'll be good. Okay, so it's basically it is ready already, right? Oh yeah, we'll just pull some of the checks. ახალი წესია რომ სკუტერებით თუ ვილით უნდა გვეხაროს ჩაფხუტი. ხო და გადავწყვეტეთ ესეთი გადაობები მოგეწყვეტ. როგორ მიხდება? კი, მე ამ ჩაფხუტს ვატარებ დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. შევიჭიდოთ რა ხდება დრაივერს მირინგზე.
გესმით უკვე ხმები. ხალხი ვარჯიშობს უკვე, ჩვენც მალე გავალთ. მომზადებული მაქვს რამოდენიმე კამერა უკვე. მზად ვარ. იცოდით BMW ვარამდე აძლიერდა. გავიარეთ ხა პრაქტიკები, სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ გავლებს, რადგან სანამ ვიდეოს ამზადებს მე არ შემიძლია დავდო, თუმცა შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ ლაივ სტრიმი. პრაქტიკებს არ აჩვენებენ ხანდახან აჩვენებენ, მაგრამ მოკლედ არ შემიძლია მე ესენი დავდო. მოკლედ ახლა ფრედი აკეთებს tuning, რაღაც შესწორებებს აკეთებს მანქანაზე და ყველაფერი რიგზე იქნება მალე რაღაც აწლავის პრობლემა იყო, მაგრამ მალე ეგ პრობლემაც აღმოიფიქრება. ყველაფერი რიგზეა, მოვედით გრიდზე, სადაც არის ეს ულამაზეს მანქანები, დენ ბარკეტი, ფრედი გოზბაუ, რაიან ტურკი და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა არის პროსპექტ სიტინგი, ეს რო დამთავრდება, შემდეგ უკვე ჩვენი სიტინგი დაიწყება. როგორც ვთქვით, ყველაფერი მზად არის, მანქანა მწყობშია და სიტინგიც მალე დაიწყება. ხო, მე ჩაფხუტი შევიცვალე, სხვა ჩაფხუტს ვატარებ. დენმა დაიღო ის ბიბილოიანი ჩაფხუტი. But that's how it has to be. It looks like a Cooper's hit, but that's no big deal because it's a case car, so they're going to shoot it out. And in that second outside, Davis needs to play catch up here. It's finally in that second outside zone, that big 180 right there. Now that Johnson massive as well. Now that good composure there. So now we have a vertical. I'm stoked you're here because I think that just adds another credibility. You know, at SEMA show, it's like side so side. I love this. So, think BMW or the? I'm gonna say Jerry Johnson won that one. Nice, good And call. I'd say the judges agree. Good side job. I'd say it was on the. I think he followed really well. He did. On the first run. Good call. მოკლედ მეგობრებო, ახლა იყო საშინელი ამინდი უცებ მოვარდა, რასაც ქვია იყო შტორმი, ესეთი რამე ჯერ არ გამომიცდია, უცებ ამოვარდა ქარი, უცებ საშინელი ცივი წვიმა გამოვიდა. მოკლედ მე ხო ვერ დავდებ აქ ვიდეოებს, მაგრამ
დენს ექნება დადებული თავის ვიდეოში, ასე რომ მე რაღაცები გადავიღე, რომელიც იქნება უცებ დენის ვიდეოში. თავი შევაფარეთ start line-ს ახლა. და წარმოუდგენელი რაღაცა იყო, სიტყვებით ვერ აღწერულ და ნახოთ. დენის ვიდეო მექნება დალინკული და აუცილებლად GoFundMe going fucking better car than ever. მეგონი ტორნადო იყო, იმიტომ რომ ესა დღეს შევიდა ზუგურებდა პოლონოს ტორნადო ჩანდა და ყველაფერი დაანგრია ასე ვთქვათ. მეტი შოქშია ეხლა და კიდევ ვერ გამოვიდა შოქიდან აკანკალებს ახლა. ეს ხია და რამოდენი წუთის წინ ეს ხე რომელიც ჯერ ჯონსის მანქანას დაეცა. Should be somewhere. There's somewhere, bro, but that was the most insane thing I've ever experienced. I know. That was horrible. Toyota GR10 kits დაბრდილია. What do you think about last night? Ridiculous, to be honest. Nothing I've experienced before. Lived in Florida my entire life and somehow experienced that craziness of a tornado or storm in New Jersey. Never ever have guessed. St. Louis, probably would have guessed. Here, no. So definitely wild. Me and Draji were being pushed by the damn wind. It was gliding. And that was crazy. I didn't know what happened to him at some point, but I ran to this big tractor and bunkered down behind it and just stood there and closed my eyes and waited until it was done, and then there we were. It happened so fast, it felt like an hour, but it was so fast, so tiny. It was oh my gosh, that was crazy. tough. That was something else. Look, this უშინდელი სიდი გადაიდო და დღეს მეორე დღეა უკვე. აშკარად კარგი ამინდია დაჟე დღეს დაცემაო. ჩაგვაყოფილოთ ეს ძალიან ადრე დილას, იმიტომ რომ დღეს მოხდა პროსპექტის შეჯიბრი და დღეს დაემატა ჩვენი სიდი, პროს სიდი. ასე რომ ურავი შეუდგეთ საქმეს და გამოვიდეს ყველაფერი ისე როგორც შეგვიძლია რა. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად არის, ყველაფერი კარგად არის, არავინ არ დაზიანებულა. ერთადერთი ჯერ ჯონსის მანქანა დაზიანდა, დანარჩენი პიტებს გადახადა დრიშები და ასე შემდეგ. თორემ პიროვნულად და მანქანები არაფერი არ დაზიანებულა ისეთი ჯონსის გარდა. ისიც მხოლოდ მანქანა.
დასრულდა seeding bracket-იც და გავედით მესამე ადგილზე seeding-ში. რაც ნიშნავს იმას, რომ ხვალ top 32-ში შევხვდებით LZ-ს და რაღაცა შანსები გვაქვს. რაც შეეხება მანქანას, პრობლემები დაეწყო საწვავთან დაკავშირებით, საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც მგონი ასეთ უსე მოვაგვარეთ, რაღაცა აბარებდა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ენაზე და ეხლა ეგ პრობლემა მოგვარდა და წაიყვანეს დაინოზე, შეამოწმებენ, კარგად გასწორებენ ყველაფერს და მოიყვანენ უკან და ყოველთვის უკვე მზად ვართ და ასე. Turk, and we're taking it from Turk. We are going to switch things up. She's fine. Look, guys, she's totally a great sense of humor about the situation, and I'm so sorry that this happened. What do you have to say about this situation? Sucks being used as someone's brakes again, 2 rounds in a row, but it just more sucks for the team. Like I totaled this car already like 2 weeks ago. We worked so hard to get here, to even be here right now and to be taken out like that. So stupid, so dumb. Really sucks. These toes, everything. Let's hope that we see you back on the track. Ladies and gentlemen, Colette. Thank you so much. Look him up, Adam. Look him up, Adam. Yeah! Yeah! Oh, my God! Look, unreal. On it. It's a good snake. What's his name? Oh, Bo? Oh, Bo the constrictor? Or what? Is it he or she? I believe it's a he. Fit's kind of cute. I can't take you serious after you say that. I'm sorry. He's like, it looks cute. It does look Fuck cute. that. After Yeah. he ran away. I'm not mad at him, and I'm not. Okay. Oh! Come on, man. Absolutely. Come on, man. I'm sorry to interrupt your life. Does it get Matthews transferred wrong? No. But it's like they can't see like we can see. They're seeing infrared. They're seeing heat in infrared. They're like halfway blind, and you have to be really gentle with them. You have to be calm and slow. So if you're... He's nuts.